მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მაგ ძალიან საინტერესო unboxing-ი თქვენთვის. დღეს ჩვენ გვექნება აი ამ ფლეშის unboxing. ეს არის Godox-ის ახალი ფლეში IT32. ეს არის ძალიან უნიკალური ფლეში, ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებით, რომლის მე მგონი ანალოგი არც ერთ ბრენდს არ აქვს. ეხლა მოდით გავხსნათ, ვნახოთ რა არის შიგნით. მოდის ესეთი პატარა ყუთში, ხო, ძალიან უჩვეულოა ესეთი პატარა ყუთი ფლეშისთვის. გავხსნათ რაღაცა საჭირდება. Ну, რაღაც ყოველთვის გვაქვს რაღაც ხაღალდები, ხო? ეგ რაღაც თავისი მანუალი, რაღაცა კიდე ხაღალდი და სხვა შორის კიდე ჩადეს ესეთი კარგი ტილო მიკროფიბრასი, რომელიც ჯერ აქ იყოს. ამოვიღოთ, როგორც ხდები ეს ჯერ გადავდოთ. გვაქვს ესეთი რაღაცა, რომელიც აღჭირდება. გვაქვს ესეთი ასე ვთქვათ, ჩასადები. მაგრამ მე უფრო მომწონს ფლეში ჩასადების სტანდარტული, რომელიც არის და შიგნით არის რაღაცა ყუთი. ამ ყუთში ჩვენ მეტი არაფერი არ გვაქვს. მოდით გავხსნათ ეს ყუთი და ვნახოთ რა დევს შიგნით. ამაში არაფერი არ არის. ფლეშის სადგამი, სამაგრი, ასე ვთქვათ, რომელიც არის მაგნიტებზე სხვა შორის. კაბელი USB-C-ზე დამარბილებელი ფლეშის, ყვითელი. ორი ფილტრი, ერთი მუქი, ერთი ღია ფერის და სხვა შორის ამასაც აქ რკინები, რადგან მაგნიტით მაგდება. აი ესეთი ჰოჩუ კონტაქტებით და მაგნიტით და გვაქვს კიდე აქ ორი ღილაკი. ხა გიხსნით ამ ყველაფერს რას ნიშნავს. და რაც თავარია, გვაქვს ჩვენი ფლეში. აი ესეთი პატარა ფლეშია, სხვა შორის. ნახეთ როგორი პატარაა, ხელში მეტევა, ასე ვთქვათ. და პრინციპში სტანდარტული ასე ვთქვათ, ფლეშია, სტანდარტული კონსტრუქციით, გვაქვს თავი, რომელიც რა თქმა უნდა ტრიალებს, როგორც ყველა ფლეშზე, წინ, ზემოთ, გვერდზე და ასე შემდეგ. თუ გსურთ ფოტოგრაფიის შესწავლე ნულიდან, მე მაქვს ძალიან კარგი კურსი, სრული ფოტოგრაფიის კურსი, ყოველ 2 თვეში ერთხელ და შეგიძლიათ ჩაეწეროთ, იქნება ძალიან საინტერესო. ეხლა იანვრის შუა რიცხვებში გვექნება ახალი ჯგუფი. ასევე მაქვს პროკურსი, სადაც უკვე სწავლობ ჩვენ სტუდიურ განათებას, სტუდიური გადაღებები, ძალიან ბევრი პრაქტიკა და ძალიან საინტერესო კურსია. ამ კურსზე შეგიძლიათ რა თქმა უნდა ჩაეწეროთ თუ გაინტერესებს სტუდიური ფოტოგრაფია. აქ ეკრანი და აი ეს არის უჩვეულო, რასაც გეუბნებოდით, ანუ ჩვენ გვაქვს ცალკე ფლეშის ჰოჩუ და ასე ვთქვათ, ფლეშის შეიძლება ითქვას ტრიგერი, რომელიც ასე ვთქვათ ყენდება აი აქ, აი ესე მაგნიტით. ესე შეგიძლიათ ამოიღოთ, ხო შორის ძალიან მაგრად უჭირავს და ესე ამოდის. და სხვა შორის რამოდენიმე წლის წინ ერთხელ ვფიქრობდი, რომ აი ვთქვათ, ჩვეულებრივ ფლეში რომ იჭირა ხოლმე, რა კარგი იქნებოდა, თქვათ, რომ აი ეს თავი ახსნებოდეს ხოლმე ფლეშს და შეგვეძლოს ასე ვთქვათ, ეს ხელით გადაღება და პრინციპში თითქმის იგივე რაღაცა გამოუშვეს ახლა Godox-მა გამოუშვა და ვნახოთ რა არის. ესე იგი, რაც შეეხება ამ ფლეშს, არის პატარა, რა თქმა უნდა, ძალიან პატარაა და რაც თავარია, რაც მომეწონა, ამ ფლეშს აქვს აბსოლუტურად ყველა ის ფუნქცია, რომელიც აქვს პროფესიონალურ ფლეშში. ანუ ჩვენ გვაქვს TTL რეჟიმი, manual რეჟიმი, multi რეჟიმი, გვაქვს HSS-ი, high speed sync, ანუ მაღალი სიჩქარის სინქრონიზაცია. პრინციპში აბსოლუტურად ყველაფერი, ასევე ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა აქვს ტრიგერი, შიგნით შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ტრიგერი, ასევე შეგვიძლია პირიქით ვამუშაოთ, ასე ვთქვათ, ტრიგერზე მივაერთოთ ეს ფლეში, slave mode აქვს და რა ვიცი, ყველაფერი აქვს აბსოლუტურად. ასევე რაც ძალიან მომწონს, გვაქვს ესეთი უკვე ფერადი ეკრანი, OLED ეკრანი. Godox-ი ახლა არის დაკავებული თავისი პროდუქტის მოდიფიცირებით, ანუ ყველა უკვე სტროფში და ფლეშში ახალ ვერსიებში ჩვენ გვაქვს OLED touchscreen ეკრანი და ძალიან ასე ვთქვათ მომწონს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და შეგვიძლია ვმართოთ როგორც ასე ვთქვათ ხელით, ასევე შეგვიძლია ფიზიკური ღილაკებით ასე ვთქვათ, აი თქვათ გადავრთოთ და ვაკონტროლოთ სიმძლავრე. რაც შეეხება ამას, როგორ კეთდება ეს ყველაფერი? ნუ მანამდე გეტყვით, რომ როგორც გითხარით, ამას მოყვება ორი ფილტრი, აი აქ აქვს ორი, ასე ვთქვათ, მაგნიტი და შეგვიძლია ეს ფილტრი დავაყენოთ. აი ესე, შემდეგ შეგვიძლია სხვა შორის მეორე ფილტრის დავუყენოთ, ასე ვთქვათ, პირდაპირ ზემოდან. ან ერთი ფილტრი ვამუშაოთ. რა თქმა უნდა, აქვს თავისი ასე ვთქვათ, პატარა რეფლექტორი, თავისი კიდე მეორე დამარბილებელი, რომელიც გამოდის და როგორც გითხარით, კიდე გვაქვს ცალკე ესეთი პლასტიკის თეთრი დამარბილებელი, რომელიც უკეთდება
აი ეს. ასევე გვაქვს როგორც გითხარით ესეთი სამაგრი, რომელსაც აქვს, რა თქმა უნდა, რეზბა, სტენდზე შეგიძლიათ დააყენოთ და თქვათ ეს რომ მოხსნათ და შეგვიძლია ეს დავამაგროთ აი ესე და მაგნიტზე უკვე შეგიძლიათ დავდოთ, სტენდზე დავაყენოთ ან სადმე დავდოთ და ასე შემდეგ. და სხვათა შორის გადავამოწმოთ მაგნიტი. სხვათა შორის ძალიან მაგრად უჭირავს. მოდით ახლა დავაყენოთ კამერაზე და ვნახოთ ეს როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. ხო, ეს ფლეში არის Fuji-ისთვის და რა თქმა უნდა არსებობს ყველა ბრენდისთვის, როგორც Canon, Nikon, Sony და ასე შემდეგ. ახლა კონკრეტულად მაგ Fuji-ზე ჩვეულებრივად ყენდება ეს როგორც სტანდარტულად ყენდება ყველა ფლეში და ესე გამოიყურება, როგორც ხედავთ, ძალიან პატარა. ხო, შეგვიძლია როგორც გითხარით, ეს ყველაფერი ვაკონტროლოთ, როგორც დანარჩენ ფლეშებში. და რა არის საინტერესო, როგორც გითხრით, ან ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივად გადავიღოთ ესე, როგორც არის, ხო, ჩვეულებრივად როგორც ფლეში გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ, აი ესე. და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ თქვათ იღებთ პროცესში ხართ, შეგიძლიათ ეს პირდაპირ ესე ამოიღოთ და გააგრძელოთ უკვე გადაღება ეს. თქვათ ესე ან რამეზე დადოთ, ან სადმე დადოთ. ანუ ხდება დისტანციურად, ასე ვთქვათ, თავისი ტრიგერი აქვს ამ ფლეშს და ასევე აი აქ თავის ტრიგერზე აქვს ორი ღილაკი, ანუ პლუსი და მინუსი. შეგვიძლია ასე ვთქვათ, პლუს მინუსში გავუშვათ, ჩვენი სიმძლავრე ვაკონტროლოთ და ასევე დიდხანს რო ვაჭერთ, არის გადამრთველი მანუალ და TTL რეჟიმზე და მეორეს დიდხანს რო ვაჭერთ, გვაჩვენებთ ელემენტის სტატუსს. და თქვათ ესე მუშაობ. ძალიან ასე ვთქვათ, საინტერესო იდეაა სხვათა შორის. აი მაგალითად როცა ვიღებთ ქუჩაში, street style-ში, ხო? და ზოგჯერ გვიწევს ასე ვთქვათ, სულ ესე გადაღება ასე ვთქვათ არ არის საინტერესო, ზოგჯერ იქნება უფრო კრეატიული, ვთქვათ, რამენაირად სტენდზე დავდოთ ან რაღაცა. და კიდე ერთი რაღაცა მოვიფიქრე, ასე ვთქვათ, ეს ხო ყენდება ესე მაგნიტით. ნახე ესეთი ჩვეულებრივი სტანდარტული selfie ჯოხი, ასე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ეს selfie ჯოხი ეს დავაყენოთ და ვთქვათ, როცა ვართ გადაღებაზე, სადმე ქუჩაში, ეს შეგვიძლია დავუყენოთ, ვთქვათ, ესე. შეგვიძლია ასე ვთქვათ, ამ selfie ჯოხით ვაკონტროლოთ, ხო, გავადიდოთ, როგორც გითხარით და პრინციპში ეს ერთ იდეა, ასე ვთქვათ, თუ იმეს მოგინდებათ, ვთქვათ, ზემოდან დაჭერა რაღაცა, ძალიან კომფორტულია, ან ვინმეს რომ ისცეთ ხელში და ასე შემდეგ, რა. აი ესეთი რაღაცა მოვიფიქრე, უცებ ნახე ეს selfie ჯოხი და ვიფიქრე, აბა ვცადოთ ესეთი რაღაცა, თქო რა. ხო, როგორც გითხარით, ეს არის კონკრეტულად Fuji-ისთვის ეს ტრიგერი და ყველაზე საინტერესო რა არის? მაგალითად, თქვენ გაქვთ ორი კამერა, ხო, ორი ბრენდის ხო, Fuji და თქვათ Nikon, მე მაქვს Nikon და Fuji. ან Sony, არ აქვს მნიშვნელობა. ეს იყიდება ცალკე. პატარა ტრიგერი თავის hotshot-ი შეგიძლიათ შეიძინოთ მაგალითად Nikon-ის, ხო, აი თქვათ, მაქვს ახლა Fuji-ს, ვიყიდი მეორე Nikon-ს და ეს ფლეშები გადაადგილოთ, ასე ვთქვათ, ერთი ფლეში კონდეთ და ორივე კამერაზე იმუშავებს. ესე ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესოა. ხო, როგორც გითხარით, ჩვენ შეგვიძლია ფლეში ვმართოთ დისტანციურად ამით, ასევე რა თქმა უნდა ეს ფლეში, როგორც ყველა Godox-ის ფლეში, უერთდება ტრიგერს, ანუ შეგვიძლია ეს ვამუშაოთ ტრიგერზე ჩვეულებრივად. რაც შეეხება ახლა ტექნიკურ მონაცემებს, რაც წერია ქაღალდზე, ეს არის ესე იგი ფლეში, TTL რეჟიმი აქვს, HSS რეჟიმი აქვს, რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც როგორც გითხარით, რაც აქვს პროფესიონალ ფლეშს. რაც შეეხება სიმძლავრეს, სიმძლავრე ესე არ წერია პირდაპირ ვატებით, მაგრამ სავარაუდოდ მე როგორც ვფიქრობ 40-50 ვატი იქნება დაახლოებით ესე, ჩემის აზრით. Flash duration-ი, ანუ იმპულსი ხანგრძლივობა 1/1000-დან 1/30,000-მ. სისტემა როგორც გითხარით, TTL და მანუალი. TTL-ში ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენ სტოპებს 1-დან 3-მდე, პლუს 1-2-3, მინუს 1-2-3. ასევე აქვს high speed sync, ანუ მაღალი სიჩქარის სინქრონიზაცია 1/1000-ზე შეგიძლიათ ჩვეულებრივად გადაიღოთ. ასევე stroboskopic რეჟიმი აქვს, ასე ვთქვათ, multi, არ ვიცი ახლა ვინმე თუ იყენებს მაგას, მე პრინციპში თითქმის არასდროს არ ვიყენებ, მაგრამ აქვს. როგორც გითხარით, ასევე sender და receiver მოდი აქვს, ანუ შეიძლება იმუშაოს როგორც ტრიგერი ჩვეულებრივად და ასევე პირიქით იმუშაოს, ასე ვთქვათ, ტრიგერზე მიმაგდეს ნებისმიერ ტრიგერზე და იყოს, ასე ვთქვათ, როგორც slave mode-ში. ასევე აქვს რეჟიმები S1, S2. შიგნით აქვს ჩამონტაჟებული ლითიუმის ბატარეა, რომელიც არ იხსნება. ანუ არ შეგვიძლია ჩვენ აქედან ბატარეა ამოვიღოთ, არის შიგნით ჩამონტაჟებული. Recycle time, ანუ გადატენვის სიჩქარე აქვს წამნახევარი სრულ სიმძლავრეზე. როგორც წერენ, ერთი დატენვით სრულ სიმძლავრეზე ჩვენ შეგვიძლია გავისროლოთ 510 ჯერ დაახლოებით 510 გასროლა შეგვიძლია მოვახდინოთ, როცა არის სრულად დატენილი ფლეში და ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალ იმპულსზე. რა თქმა უნდა, როგორც კი იმპულსს დააკლებთ, ეგრევე ეს რაოდენობა
ფოტოების გაიზრდება. 169 გრამი არის თვითონ ფლეში და 23 გრამი არის თვითონ მაგისი, ასე ვთქვათ, ტრიგერი. ასევე ამ ფლეშს აქვს modeling light-ი, ანუ შეგვიძლია ჩვენ ჩავთოთ, ჩვეულებრივად აი ესეთი modeling light-ი, როგორც ხედავთ, აი აქ წინ და ასევე რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ამ modeling light-ის, ასე ვთქვათ, სიმძლავრე ვაკონტროლოთ, ასე ვთქვათ, ესე. დავამატოთ, დავაკლოთ. ანუ ჩვენ როცა ვიღებთ ესე, მაგალითად და გვაქვს ჩართული ეს modeling light-ი, ჩვეულებრივად ფლეში იქნება და როგორც ხედავთ, გადაღების დროს ეს შუქი ითიშება modeling light-ი და მე ისე ვირთვება. ეს ფუნქცია აქვს და კიდე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ეს ფუნქცია გავთიშოთ და ვთქვათ, სულ entos, ანუ ვიღებ და სულ, ასე ვთქვათ, ანთია ჩვენი modeling light. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ რა მოგწონთ, როგორ მოგწონთ. ასე ინფრარედი გვაქვს სიგნალებში, რომ ასე ვთქვათ, დავაფოკუსოთ სწორედ. ეხლა რა მომწონს და არ მომწონს ამ განათებაში და რისთვის არის საერთოდ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, სამუშაო ფლეში. რას გულისხმობ სამუშაო ფლეში? ეს არ არის ფლეში, რომელთაც თქვენ გადაიღებთ, ასე ვთქვათ, ექსტრემალურ გადაღებებს, მაგალითად, ქორწილებს, ბანკეტებს, ივენთებს, სადაც რეპორტაჟი რა, ასე ვთქვათ, სადაც, ასე ვთქვათ, ინტენსიურად მუშაობთ ფლეშით. იქ უკვე დაგჭირდებათ უფრო დიდი ფლეშები სამუშაო, თქვათ V1, V860, V100 და ასე შემდეგ, ხო? ეს ფლეში არ არის განკუთვნილი ესეთი მიზნებისთვის, ეს არის უფრო, ასე ვთქვათ, პატარა ფოტოსესიებისთვის, თქვათ, ძალიან მაგარი არის, მე ვხედავ ამ ფლეშს, მაგალითად, სტრიტ ფოტოგრაფიაში, როცა ჩვენ ქუჩაში, თქვათ, ვიღებთ ფოტოსესიას და შეგვიძლია მან ძალიან კარგად გამოვიყენოთ, ასევე შეგვიძლია გადავიღოთ direct flash ფოტოგრაფია, ასე ვთქვათ, როცა პირდაპირ flash-ით, ასე ვთქვათ, ურტყავთ ობიექტს, ეხა ტრენდში ესეთი ფოტოები და შეგვიძლია გადავიღოთ და როგორც გითხარით, გარეთ ძალიან საინტერესოა ესეთი მით უმეტეს. როცა გაქვთ პატარა კამერა, მაგალითად ჩემი X-E5 Fuji არის პატარა და ამაზე რომ დავაყენო flash-ი V1, ნუ ძალიან უშნო იქნება და ძალიან დიდია და მძიმე. ამ ფლეშის დიდი პლუსი და უნიკალურობა არის, როგორც გითხრით, ის რომ ეს ფლეში ესე ჩვეულებრივად იხსნება. კი, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი ფლეში, ხო, დავაყენოთ ტრიგერი და ვამუშაოთ, ასე ვთქვათ, ესე ნებისმიერი ფლეში, მაგრამ იქ უნდა მოხსნათ ფლეში, დავაყენოთ ტრიგერი, დავაკავშიროთ, მაგალითად, არ გვინდა უცებ ფლეში, მოგვინდა კამერაზე მოხსენი ტრიგერი, ფლეში დააყენე და ასე შემდეგ. ანუ დრომია ყველაფერი და ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, კომფორტული უცებ. დააყენე ისე. ესე იღებ, მოხსენი, ესე იღებ, სადმე დადი და ასე შემდეგ. და პლუს არის, რა თქმა უნდა, პატარა. სიმძლავრით, რა თქმა უნდა, არ არის ესეთი ძლიერი ფლეში, როგორც მაგალითად არის V1 ან V100 საერთოდ, ყველა ძლიერი ფლეში ხო გოდოხსებში 100 ვატიანი, მაგრამ პრინციპში იმ მიზნებისთვის, რისთვისაც არის ეს ფლეში, ასე ვთქვათ, გამოშვებული, სავსებით საკმარისია. რა არ მომწონს ამ ფლეში? ერთადერთი რაც არ მომწონს, ნუ დიდი პლუსია, დიდი მინუსი ეს არ არის, მაგრამ ის არ მომწონს, რომ არ გვაქვს საშუალება ელემენტის მოხსნის. მაგალითად, თუ გვინდა მეორე ბატარეა ვიყიდოთ და ვცვალოთ, მაგრამ ნუ პრინციპში ეს ძალიან დიდი მინუსი არ არის, მაგრამ კარგი იქნებოდა, ასე ვთქვათ, რომ ქონოდა ესეთი ფუნქცია. იტენება ეს ჩვეულებრივად აქ აქვს USB-C პორტი, ჩვეულებრივად ჩადებთ როგორც მობილური და შეგიძლიათ დატენოთ, როცა ეს თავისი hot-shoe არის მიმაგრებული, ორივე ერთად იტენება. მენიუ აქვს ძალიან ადვილი, პრინციპში მე მაქვს არხზე აი ამ ტრიგერის განხილვა თავის მენიუთი დეტალურად ყველაფერი და პრინციპში ამის მენიუ და ამის მერე ძალიან გავს ერთმანეთს და შეგიძლიათ აი ამ ტრიგერის განხილვის ვიდეოს უყუროთ და დაახლოებით მივხვდეთ. ასე რომ ყველას ვურჩევ, ვისაც უყვარს კომპაქტური პატარა ფლეში, ვისაც ჭირდება, ყველა აბსოლუტურად ფუნქციით, რაც უნდა კონდეს ფლეშ, პროფესიონალურ ფლეშს, ასე ვთქვათ, ეს მომენტი ძალიან უნიკალური, როგორც გითხარით, რაც ყველაზე მაგრად მომეწონა. ალბათ ამ ფლეშს არ ვიყიდდი, ეს რო ყოფილიყო უბრალოდ ჩვეულებრივი ესეთი პატარა ფლეში, ხო? აი ამის გამო ვიყიდე, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესოა და უჩვეულოა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ამას დავტესტავ კიდე გარეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიკეთ ვიდეო, თუ მოგწონთ, დამიკომენტარეთ, რამე კითხვა თუ გექნებათ, გაწევრიანდეთ ჩემს Facebook ჯგუფში, ფოტოგრაფების საფუძველოდან, ლინკს დავდებ აღწერაში. ყველას გისურვებ წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე.